დიდი პატივისცემით მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ქართველებო, დიდი სიყვარულით და ყველას მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღიგრძელობა, გაძლება ამ უღმერთო და გაუსაძლის თვითისოფელში. ერთი მცირე რემარკა მინდოდა შემომეთავაზებინა თქვენთვის. ეხლა სოციალურ ქსელებს ვათვალიერებდი და დიდი ამბები ატეხილი ამ ათონელი ბერის წმინდა პაისის შესახებ მიმდინარე ფილმთან დაკავშირებით. მოიხსენება ტელეიმედი ათგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილის მაგარი კაცის მიერ დაარსებული ტელევიზია და მისი ოჯახის ტელევიზია აჩვენებს ამ ფილმს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი სერია თითქმის ის პირველი ორი სერია გამოტევებული მარტო რა, თორე დანარჩენი ყველა დიდი გულისხმობით და ბევრ რამეს ვსწავლობ მე ამ ფილმიდან რა. და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობა, მისი არსი, მისი მსოფლმხედველობა და მისი დანიშნულება გეფიცებით ყველაფერს, რომ კიდევ უფრო კარგად გამარკვია ამ ფილმმა და მე ვხედავ, რომ პირადად მე ისე როგორც ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, უდიდესი ნაწილი და მე ჩემი თავით ვიწყებ ამას პირველ რიგში, რა შორსა ვარ ჩვენ ღმერთისაგან, ჩვენ ამდენს გვპატიობს ღმერთი, მამაზეციერი, დედა ღვთისმშობელი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და რა ახლოსა ვარ ჩვენ ეშმაკებთან რა და უბედურებასთან რა და მე მინდა რომ პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ბატონი ბადრი პატარკაშვილის ოჯახს. მე არ ვიცი ახლა ეს კაცი ეს ვინც არის რა, ეს რუხაძე რა, რომელი რელიგიის აფსარებელია და საერთოდ რა ძალას წარმოადგენს საქართველოში, ცოტა ესეთი გაურკვეველი კაცი არის რა, ვერ გაიგებ რა მაგას, მაგრამ მე მაინც მინდა მადლობა გადაუხადო რა არხის ხელმძღვანელობას და მინდა არხის ხელმძღვანელობას მოუწოდო, რომ აიძულოთ ეს ფილმი ნახოს მაგდანიკაშვილმა. გიორგის იმას რა ქვია, გიორგი თარგამაძე ვირთხას ვერ აიძულებთ ახლა თქვენ ამ ფილმის ნახვას, იმიტომ რომ ესენი შორს არიან, მაგრამ იმ ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა, რომლებსაც ბადრი პატარკაციშვილის სისხლში აქვთ ხელები გასვლილი და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ეს გიორგი თარგამაძე, რა თქმა უნდა, ლევან ვეფხვაძე, რომელიც ახლა რაღაცაშია შეფარებული ბიზნეს ასოციაციებში თუ რაღაცეებში და რა თქმა უნდა, მაგდანიკაშვილი და იქ კიდე ბევრნი არიან რა. ეს ხალხი არის პირდაპირი მონაწილე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის. თქვენ ხართ მკვლელობის თანამონაწილეები რა. ხო და მე მინდა რომ არხის ხელმძღვანელობას ვთხოვო, რომ ვინც ახლა იმედზე მუშაობს და ვინც იმ უბედურებაში იყო გარეული და დღეს პოზიორებს ახლა, იმას დაავალოთ, რომ ეს ფილმი ნახოს რა. დაავალოთ, რომ იძულებით ნახოს ეს ფილმი. ეხლა ერთიც მინდა ვთქვა რა, ჩვენ გვყავდა უდიდესი ქართველი წმინდანები და გვყავს, ისინი მუდმივად ჩვენთან არიან და ისინი ზეციური მფარველობით ჩვენ გვერდში გვიდგანან და საქართველოს მეოხად არიან ისინი და თუ ჩვენ დღემდე მოვედით და თუ ჩვენ დღემდე ცოცხლობთ, ეს არის იმათი დიდი დამსახურება. ეს არის ზეციური ლაშქარი უკვდავი საქართველოსი, რომელიც ჩვენ გვერდით არის და ისინი ჩვენი წინაპრები არიან და ჩვენ ცოცხლობთ მათით და ისინი ცოცხლობენ და ძლიერდებიან კიდევ უფრო ჩვენით. მე ვისურვებდი, რომ ამ უდიდესი ქართველი წმინდანების შესახებ გადავიღოთ ჩვენ ფილმები, მაგრამ ვინ გადაიღებს ფილმებს, წეგან დავწერე, იმის არ იყოს უდიდესი ქართველი წმინდანების შესახებ, უდიდესი ქართველი უწმინდურები, ვინ გადაიღებს? აბა ეს უდიდესი ქართველი უწმინდურები, რომლებიც ამ გათახსირებული აკაცუკების გვერდით დგანან ახლა ქუჩაში, ამ სამარცხვინო ხალხის გვერდით რო დგანან და ელოდებიან ევროპის საბილწეთიდან და სადამპლეთიდან რაღაცა ფულების გამოგზავნას, რომ საქართველოს დააქციონ და საქართველოს გადააჯიშონ. ეხლა მე იმათ, რომლებსაც
ჩემი ეს მტკიცე და მყარი პოზიცია ამ საქართველოს მოსალოდნელი არაბიზაციის შესახებ ყელში ქათმიძვალივით გაეჭხირათ მე იმათ ვეუბნები რა ეს არის საკითხი რომელიც განხილვას არ ექვემდებარება მაგრამ ვინმეს ხურდა ხო არ შემოელია შემთხვევით და რამე ხო არ ეშლება ვინმეს ხო არ გონია რომ ახლა დიტო ჩუბინიძე ამ გათახსირებულ ამ გარყვნილ სააკაშვილს გუნდრუკის კმევას დაუწყებს ოდესმე და ან იმ აკაცუკების და ან იმ სამშობლოს მოღალატე ვირთხების გვერდით დადგება რომლებიც ეხლა ღნავიან რუსთაველის პროსპექტზე მე ვიწონებ კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ვიწონებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცხონებული ზვიადის მიერ გაუქმებული ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმა ზვიადმა და არავის არაფერი შეეშალოს ზვიად გამსახურდიას არ გაუუქმებია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ოსმა სეპარატისტებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გადააკეთეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკად და ზვიადმა გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა და 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ჩამოათრია რუსეთის ლოთი პრეზიდენტი ელცინი და დოკუმენტებზე მოაწერინა ხელი, რომლის ძალითაც რუსეთის ფედერაცია ცნობდა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. არავის არაფერი შეეშალოს. ზვიადს არ გაუქმებია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ოსმა სეპარატისტებმა თვითონ გააუქმეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და უწოდეს მას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, მოითხოვეს რუსეთთან შეერთება და ზვიადმა ცხონებულმა და ცხონდეს მისი სული და ვინც მას ტყვია ესროლა და ვინც მას უმტრო ის საქართველოს მიწაში დასაფლავებას ვერ ეღირსება. ისტორია თქვენ გამოგიტანთ გამოტანილი გაქვთ უკვე განსაჯელი ისა რა ქვია სასჯელი მაგრამ თქვენ ძალიან ძიმე მომავალი კიდე წინ გიძებთ რა. ხო და აი იმის თქმა მინდოდა რა ზვიადმა გააუქმა ოსი სეპარატისტების მიერ გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ჩამოიყვანა ლოთი ელცინი რუსეთის პრეზიდენტი არავის დაავიწყდეს ეგ ამბავი რუსეთის პრეზიდენტი ლოთი ელცინი და ხელი მოაეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს დაათრო ელცინი იქ ცნობისათვის და მოაწერინა ხელი დოკუმენტებზე რომლის ძალითაც რუსეთის ფედერაციამ ცნოდა აღიარა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების შესახებ. პირდაპირ სიტყვებით ჩააწერინა ზვიადი კარნახობდა სამაჩაბლო აი ესე ჩააწერინა ელცინს და ამის შესახებ ვრცელი ინტერვიუ აქვს ჩემთვის მოცემული შესანიშნავ ქართველს უვაშკაცეს პიროვნებას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევს თუ მაშინ უფროსის მოვალეობას ასრულებდა ზუსტად არ ვიცი უფროს თუ არ ვწდები მაშინ ბატონ ნოდარ მაისურაძეს აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდოსტატს და რა ვიცი შაოლინშია ის კაცი ნაცხოვრები და არის ძალიან მაგარი კაცი და თბილისელი კაცია და აგერ არის ბატონო კლდესავით მაგარი კაცია და ჩემს ადოქტორო დისერტაციაში სხვათა შორის ამ ფაქტების შესახებ მე იქ მაგ ექსკლუზიურად საუბარი და პირველად გამოვიყენე ეს ამბები რომ ელცინი ისე ჩქარობდა რომ დამთვალიყო რაც შეიძლება მალე რომ ესე იგი ძალიან ჩქარობდა და ნუ ესე იგი ყველაფერზე მოუწერა ხელი რა ყველაფერზე ხელი მოუწერა და ზვიადმა ისე დაათრო რომ როგორც ბატონმა ნოდარ მაისურაძემ მითხრა მე და ალექსანდრე კორჟაკოვმაო ძლის ჩავდეთ ელცინი მანქანაშიო რა ისე წავიდაო რა ერთი სიტყვით მე ვიწონებ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აი მოღალატე და ამ თახსირი სააკაშვილის მიერ 2006 წლის ბოლოს აი ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის და დროებითი ადმინისტრაციის აღდგენის შესახებ ეს არის სამშობლოს მოღალატე კაცო ეს იყო პროვოკატორი ეს მოათრიეს აქ ომის დასაწყებად და საქართველოს დასაქცევად და ვინც ეს ვერ გაიგო ეხლა რა გითხრა თქვენ მაპატიოს უფალმა მაგრამ ვერ ბერი პაისის ყურება გიშველით და ვერაფერი ვერ გიშველით თქვენ რა
და მეორე ვიწონებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ვიწონებ, აბსოლუტურად ვიწონებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ აი ეს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აქვს ჩამორთმეული არჩევნებში, ისა რა ქვია, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აქვს აკრძალული არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ევროპაში მცხოვრებ ქართველებს რატომ უნდა ქონდეთ მონაწილეობის უფლება? არავითარ შემთხვევაში. ჩამობძანდით და საქართველოში მიეცით ხმა, მორჩა. თქვენ ეხლა მანდ 1000 უბედურებაში ხართ გაწევრი ყველაზე არ მომბობ, მაგრამ ცნობილი ამბავია, ეგ ძირფასო მეგობრებო, რომ რო არ გამოაგდონ ქართველები ევროპიდან აცხადებენ იქ პოლიციაში თუ უბედურებაში, რომ LGBT აქტივისტები ვართო და გვდევნიან სამშობლოშიო. ტყუილს ვამბობ? არ არის ეგ ფაქტები. ხო და ასე რო გენაცვალე, ჩამოდით აქ. აქ უარ დევნიან თქვენ და თქვენი არ არის, ყველგან თქვენ ახართ რა. ხო და ჩამოდით აქ და მიეცით ხმა და მე წავბძანდით იმ ევროპაში, იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, რა ვიცი რა. ჩამოდით იმ პარიზის გარშემო, იმაში რო ხართ, კარვებში რო გძინავთ, ბედუინები ვით. ჩამოდით აგერ და მიეცით ხმა და წადით მე იმ კარავში, კაცო. ვახ. ასე რომ მე ახლა რაც კარგია, ამას ვიწონებ, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, საქართველოში ეს არაბული მეგა ქალაქები არ უნდა აშენდეს და დარწმუნებული ვარ არც აშენდება. ქართველი ხალხი გამოიფხიზლებს და გამოვა და იტყვის არას, იმიტომ რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. დაღუპავს საქართველოს, დააქცევს ქვეყანას. არანაირი კვლევები თქვენ არა გაქვთ ჩატარებული და არაფერი არ გაიკეთებიათ. როგორც რიკოთის უღელტახილზე არ ჩაგიტარებიათ კვლევა, ადექით, მიადექით და გაჭერით ამ ხელამთა. და ეხლა დარბი ხართ იმითი, რა ქვია, ცემენტის ხსნარებით და შლანგებით. ხან ხის წვერზე ხართ გასული და ხან კლდის წვერზე. რომ დააკავოთ ისა იმოდენა მასა რომ მოდის. სანტავიკით არის დამაგრებული ყველაფერი. აი ეგ არის სიმართლე. არ შეამოწმეთ, არ გამოიკულიეთ და გაჭერით ისე. და არც ახლა გაქვთ შემოწმებული, რა შედეგს მოიტანს ეგა და გინდათ ფული. ყიდით ქართულ მიწებს და ეძახით ინვესტიციას. არა, არ იქნება ეგ ამბავი რა. იცოცხლეთ და მაგრად იყავით.